სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზს გადასცა საჩუქრად ბაგრატიონთა დროშა. არ მესმის? თუ დაგჭირდა ესე, ვიბრძოლებ. სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს. მასზედ რომ მან 2014 წლის 10 აპრილს დააფუძნა და იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის აღდგენაში და მის საუკეთესო მართვაში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის ქველმოქმედი და მეცენატი, ერთგული მეგობარი, ისეული მამულიშვილი, ღვთისაგან დაჯილდოებული თავდაბლობით, სიბრძნით და სტუმართმოყვარეობით გადაეცეს მადლობის სიგელი. მადლობის სიგელი ჯილდოვდება ბატონ ირაკლი ბრეგვაძე. სიგელი გადაეცემა საქართველოს სამეფო საგვარეულო მამუკა ბაგრატიონის ფონდის Pedroșe, hai vare, oi frie. Vada Joris, Edroșa, baton mamuca, dar me takmeba, vada Burgasul dar modis, dar Edroșa, David Hagma genetele, Ujuriani pirvele, ce fac? Iki dar modis, Ujuriani Roșe. Erti joarina otia ke robot samtvali, uti samtvali ukulista Jurisa Iesu Christes. გადაეცეს მადლობის სიგელი. ძველმესხური გვარის ღირსეული წინამძღოლს, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარის თვალსაჩინო მოადგილეს და ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლობასთან სისტემატიური თანამშრომლობის მქონე ცნობილ საგვარეულო მოღვაწეს ბატონ გოგიტა მელიქიძეს. ბაგრატონთა დინასტიის გაძლიერებისთვის საჭირო მხარდაჭერის საქართველოს ისტორიული სამეფო ინსტიტუტის აღდგენისთვის განუხრელი ზრუნვისა და საერო საგვარეულო კულტურის ამაღლებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. გოგიტა შემოაბრუნა გადაეცეს მადლობის სიგელი ბატონ შოთა ზედგინიძეს. სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს. ზედგინიძე ამილახვართა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარეს. გვარების წინამძღოლთა დარბაზის საქმიანობაში შეტანილისა და გვარის ღირსეული წარმოჩენისათვის საქართველოს სამეფო საგვარეულო მამუკა ბაგრატიონის ფონდთან კონსტრუქციული და მეგობრული თანამშრომლობისათვის. გილოცავთ. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. გილდოვდებს ბატონ მამუკა ბაგრატიონს ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის გიორგი მერვის მე-18 თაობას დინასტიური კავშირის ბაგრატონთა სახლის ნამდვილ წევრს საქართველოს სამეფო საგვარეულო მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებელს და პრეზიდენტს საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების საპატიო წევრს და წმინდა გიორგის ორდენის კავალერს იერუსალიმის ტაძრის სამხედრო
სუვერენული ორდენის საპატიო რაინდს, ბაგრატონელთა წმინდა გვარის სამაგალითო პიროვნებას, საგვარეულო საქმიანობაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და გვარის ღირსეულად წარმოჩენისთვის იხარეთ ორსა სოფელსაშინა მამუკა ბატონო. შემდეგ დაჯილდოებას შემოგთავაზებთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ასევე საპატიო სიგელი გადაეცემა ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ბაქური ერთობის დარბაზის დამფუძნებელს, მეცნიერთა კონგრესის სპიკერს, შაშიაშვილების გვარის სამაგალითო პიროვნებას, საგვარეულო საქმეებში შეტანილი უდიდესი წვლილისა და გვარის ღირსეულად წარმოჩენისთვის იხარეთ ორსა სოფელსაშინა თეიმურ ბატონო. ძვირფასო მეგობრებო, იმ ძველი 90-იანელებიდან დაწყებული და მანამდე ჩემი პატივისცემა ბატონ თემურს ჩვენ მაგდან იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთი კუთხის ხალხი ვართ და მე ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიმართლით მithქვამს ბატონ თემურისთვის. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ხელს ვარ გიშლით? ხელს ვარ გიშლით. მithქვამს რომ ბატონო თემურ ძალიან სირცხვილი არის. ცოტა სხვანაირი გაგებით, სხვანაირი სიტყვებით, რომ ადამიანი რომელიც იყო 80% საქართველოს პრეზიდენტი, გუბერნატორი, არავის არ დაუტოვებია ისეთი სახელი, როგორც თემური. ბატონი თემური შიში ქონდა, მარტო შავებს არა, სხვასაც. დღეს ბატონი თემური კორპუსში არ უნდა ცხოვრობდეს და აბადიეთ ფეხით არ უნდა გადიოდეს. მე მას ვუთხარი, ერთი თვე მოგეცა შენი თანამდებობა და შენ შვილებს შევინახავდით. ისეთი პატიოსანი ადამიანი არის დღესაც. საქართველოზე შეყვარებული, ქართულ ერზე შეყვარებული, ქართველზე შეყვარებული და თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. მე მაგალითად დედაშვილები ცერი. არ გამიგოთ სულად. მისი 20%-იც რო შემეწვეს, აი გულითა და სულით იგივე გავაკეთო, ებედნიერი ვიქნები. მაგრამ ალბათ ყველა ადამიანში უნდა იჯდეს ეს. კარგი ადამიანი ხარ ბატონო. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ ტელევიზიაში ჩვენი საავტორო გადაცემა გვაქვს. თქვენი დამსახურება არის მარტო ჩვენს მიმართ არა. მთელი საქართველოს მიმართ. მე გთხოვეთ და კიდევ გთხოვთ ამ ხალხს. გთხოვეთ და კიდევ გთხოვთ. მოგვეცის საშუალება, გაგიგდეთ გვერდით. არ გვაძლევთ საშუალებას. დალოცეთ გვარი, რომ წარგინება გაიგეთო. მე გითხარით და კიდევ მეუბნებათ. არაფერი არ არის. თუ თქვენ არ გცალიათ, ვინმე შაშიაშვილი ნახე, მოვიდეს ჩვენამდე, დარეჯო ჩვენი უხედა. დიდი მადლობა. ამ წელში ვიკრიბებით როგორც მინიმუმ 1000 სამების ტაძარში, ასე რომ ეს უკვე თქვენი წინააღმდება მიღებულია. დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს საპატიო სიგელი და ამავე დროს აი ბაგრატონელთა არაფერი შემთხვევით არ ხდება და როდესაც აი გადაეცა ბაგრატონელთა გვარის წარმომადგენლის ძალიან ღირსეულ პიროვნებას. ზეგან თქვა და მე უბრალოდ ვფიქრობდი როგორ და ნუ ეს მაძლევს საშუალებას თქვა როგორც თქვენი როგორც გვარის წინამძღოლების და ყველას წინაშე მინდა ვთქვა რომ 95 წელს როდესაც დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლი აღიმართა საქართველოში მანამდე 2 წლის განმავლობაში 18 ქვეყანაში ჩავედი და ვნახე ბაგრატონელთა გვარის წარმომადგენლები და ბაგრატონელთა გვარის წარმომადგენლების შევგრიბეთ სწორედ როდესაც აღიმართა პირველი ძეგლი 95 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას. ეს იყო ქუთაისში. მანამდე სხვათა შორის იყო ესეთი რამ, რომ
როდესაც გადაწყდა რომ დაძაბული სიტუაცია იყო ქვეყანაში, ორი და ასეთ რთული მდგომარეობა და სახელმწიფო საბჭო იყო, გადაწყდა რომ შერიგების დღე ჩატარებული იყო და მე წერილი გაუგზავნე მაშინ სახელმწიფო საბჭოს მეთაური იყო შევარდნაძე, მივწერე წერილი, არქივში არის მასთან ეს წერილი ალბათ, მივწერე და ვეუბნები რომ იქნება ეს დღე კარგი თუ ორ დიდ ხელოვანს მერაბ ბერძენიშვილს და ამაშუქელს სახელოსნოში შექმნილი აქვს უკვე და გაკეთებული დავით აღმაშენებლის ძეგლი. გაუხარდა და ჩვენ ყველანი პატრიარქის თავკაცობით მთელი წმინდა სინოდი, ხელმძღვანელობა, მთელი მეცნიერებათა აკადემია და ვიყავით მაშინ ორთავე სახელოსნო ვნახეთ და იმ საღამოს გადაწყდა რომ როგორც კი ის დღე შედგა, გახსოვთ ეს 93 წელი იყო, 92 წელი იყო, როდესაც ეს შერიგების დღე შედგა, იმ დღეს გადაწყდა რომ